აქედან მეოთხე თავობა ქართველი ვარ. მე 45 წლის ასაკამდე არ ვიცოდი ქართული, ცოტა ვიცოდი ძალიან, მაგრამ დედა თურქი მყავდა იმიტომ. ხოთა 45 წლის ასაკში ვისწავლე ქართული, მე თურქეთის სასამართლოში დავიბრუნე გუარი. აი, ქართლობა ჩვენი კოლგა, ეს ჩემი პირადი სლოგანია. ეს საუკუნის წევდა, ჩემი მოგონებები წიგნი დავწერე. ბატონმა დავითმა დაგეხმარა და აქ პრეზენტაცია დავაბეჭდეთ, პრეზენტაცია გავაკეთეთ. ერთი აქ ვაჩუქე მუზეუმში არის შიგნით. ხოდა ასეა. ჩვენ ვართ საქართველოს გარეთ ქართველები. დიასპორა თქვა. თუ რაღაცა შეკითხვა გიპასუხეთ, თუ არა და ამ სისხლში მეტი რა ვიცი, რა ზეგეცი. არა, მართლობაზე მოვიცი. აი, ელენს არ შეიძლება. მითხარ როგორა მემლეკეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნარი გამაგონე გული და კოდილი გავამთელო. მითხარ როგორა მემლეკეთი, მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი, ეხლა დავიბადე თბილისიდან, ხმარომ დევჭირე რადიოთი. კაი მე ქართულე ვეღარა ვარ, მაგრამ სული მიდუხსი მოდენა, რომ შიგ სიტყვა მარად ჩობლიური, როგორც გაზაფხული იტოტება. მითხარ როგორა მემლეკეთი, ცხეთა ქობულეთი, კახავერი, იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე, ისე ერთ უწუთის დამავერე. ლუკმა არ ბაკია მართალია, მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ. აი, ამნაირად თუ სიცოცხლე, თელმა სიცოცხლემაც გაერბინა. მითხარ როგორა მემლეკეთი, აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები, ის მიც ეგ ოსის ნაპირებზეც, მაგეთ საქართველოს სახკარები. მითხარ როგორა მემლეკეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმ ნაირი გამაგონე გული და კოდილი გავამთელო. გვამრავლე ქართველები. გახუჯი. ზაქარია ვარ, უთხრა ეფენდის, მუსლიმანი ვარ, მაგრამ გურჯი ვარ. მოლა დაეჭდა, თვალი მილულა, სავსე ხურჯი მართლად გააგიჟა. ხაჭნა ტრიალოსანი, უცნობი ლოცავი მიტატიჟა. მოსულმა ტვიში რომ ჩამოიცნა. ძელს მიასვენა ისი აზიზარი. ვითომ დაფლეთი ლაფგაში ედო. ამ მემლეკეთის მთელი ხაზინა. და ზაქარიამ ილოცა ჯუმა, დაცნა ყასიდან, ძლივს მასიდან ხუჯი, და თავს წამომდგარ მოლას, ფეშხაშ მიართვა ერთი შითავი. ეს დედაენა იყო, ღამეში, მოახლოებულ დღეთა გამშლელი, მოლად გაოცნა, ქითაბს დააწყო, მოწყურებული მისი ბავშვები, რა ქითაბია ნეტავასეთი, შიგრა წერია ასე ლამაზი, მოციქულს, ძველი ჰეგბით ამოვლეს, მოლა ლოცავდა ყოველ ნამაზი. ის კი დაგსვეთე ქალამნიანი, გუნდაღლიანი, სახე ნათელი, არც ქრისტე იყო, არც მუჰამედი, იგი უბრალოდ აბდობა იმენ რომ ქართველები ვარ და ვისაც ქართველობა ჩვენია ვა იმას ვინც საქართველოს ერთვის არც კი იცის რომ დამარცხებულია გაუმარჯოს ჩვენს ჯის განსაკუთრებულ მოდგმას გაუმარჯოს ჩვენს დედასამეფ საყვარელ დედასამეფ ქალბატონი სალომე ბარამეძე ჩვენ ვართ სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ახლა ქალბატონი სალომე მოამზადა ვებსაიტი ქვემოთ დააჩა დაბლა ალბათ არ ვაშვენებ ერევა მაგრამ დავტოვეთ ის ფლაშკა როგორ გითხრათ იმაზე იმუშავა ნამუშევარი აქვს ქალბატონი სალომეს თანაშვენი ასოციაციის თურქეთში ფირდონ ხალვაში როდის ჩამოვიდა შემოგზავნდა პირველად თურქეთში მერე კიდევ შემდგომში როდის ჩამოვიდა დელეგაციები როგორ წამოიყვანა აქედან იქ ყველა სურათი და მისი ლექსები როგორ თარგმნა წიგნები ლექსები მოაგვარა და აქ არის დაბლა დავტოვე აქაც ესეც მუზეუმში დავტოვე წეგან ხომ გაჩვენეთ ახლა წამოვიღე აქაც არის ხალვაშის შესახებ პირდონ ხალვაშის შესახებ თურქეთში ასაც იყო დასტაებაში და მაგრამ ვისთან იყო სხვა ასე აი ოსმალური მერჯანი მოგდა და ესეც თქვენ გაჩუქებ ესეც არის ჩემი საუკუნის სევდა ეს მითხარ როგორა მემლეკეთი ცხეთა ქობულეთი კახავერი იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე ისე ერთ უწუთის დამავერე ლუკმა არ მართალია მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ აი ამნაირად უსესოსლო თელმა სიცოცხლემა გაირბინა მითხარ როგორა მემლეკეთი აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები ის მიც ეგ ოსის ნაპირებზეც ვაგეთ საქართველოს სახკარები მითხარ როგორა მემლეკეთი ჩემი სანატრელი საქართველო რამე იმ ნაირი გამაგონე გული და კოდილი გამთელო გაუმარჯოს დედასამშობლო მადლობა ხმებ
რომ ქართველები ვარ. Αλλά ვისაც ქართველობა თქვენია, ვაი იმას! ვინც საქართველოს ებრძვის, ასკი იცის რომ დამარცხებულია. დასავლეთ საქმარელი და დასამშობლო.